ასპინძის ქუჩაზე 22 ნომერში სტიქიან 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა და ეზოში მდგომ ავტომობილებს დაეცა. დაზიანებულია ასევე ბუნებრივი აირის მილები. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა დაახლოებით 13 საათზე მოხდა. მათი ნაწილი ამბობს, რომ ახლად შეცვლილი სახურავი უხარისხოდ იყო დამონტაჟებული და ქარმა მარტივად გადახადა. ზოგიერთები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. საშინელი ხმის მაგავი გამოვედი გარეთ. გამოვედი ნახე რომ თლიანად კრიშა ჩამოვარდნილი იყო და დაცემული იყო მანქანების და მასზე. მე წივი იყო ქალების ეგ უნდა ბავშვი იყო. სულ დავირბინეთ მეძებით ქვეშა არავინ არ იყო. ბავშვი გამოჩნდა საში ყოფილა. ქარი ამოვარდა და ლახათ იყო კრიშა დახურული და მოხდა და გეყრიეს აგერიასვალი. დაადგინონ რომ რა მოხდა რომ თელი კრიშა სულ ახადა და ბალკებიანად წამოვიდა. წყალი არსად არ ჩამოდიოდა საერთოდ. კარგად იყო გაკეთებული შიფერი ყველაფერი, რა ვიცი მე. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები იყო მობილიზებული. შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მიზეზის ძიება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა უსაფრთხოების მიზნით კორპუსის სახურავი დარჩენილი მასალისგან გაწმინდეს. დილმა ქარმა ახადა სახურავი ამ 5-სართულიან სახლს სუმთლიანად აბსოლუტურად თავისი ბალკები, თავისი შიფრები, თავისი ჟესტი, თავისი სამაგრები და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები დააზიანა ეზოში მდგარი რაოდენიმე მანქანა. დღეს ვერ ვარკვევთ მანქანების რაოდენობას, იმიტომ რომ თვითონ ეს აყრია ზემოდან ეს ფიცრები და ზემოდან სახურავიდან გადმოყრილი მასალა დავადგენ ცოტა ხანში ამ ყველაფერს. ამ დროისათვის ასპინძის ქუჩაზე ბუნებრივი აირი 100-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება. შპს ელენი, რომელმაც აღნიშნულ ქუჩაზე გაზის შეყვანა უზრუნველყო, ზარალის ოდენობას ხვალ დაითვლის. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ქსელის რეაბილიტაციას შპს ელენი უზრუნველყოფს. ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას რამდენიმე დღეში აღუდგება. ჩვენ მაგას დავიწყოთ ხვალიდან შეკეთებას და ალბათ ეს კი სულ დავამთავრებთ. ჯერ არ დაგვიწია, იმიტომ რომ საგანგებო სამსახურები მუშაობენ და ჯერ ვერ მივედი ჩვენ მასალამ. ალბათ სხვა საღამოთი ვეცოდნება ზარალი დაახლოებით. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა კორპუსის სახურავის გადახდა თავის დროზე სამშენებლო მასალის უხარისხოდ დამონტაჟებამ განაპირობა. ბესიკბლიაძის განმარტებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ სიტუაციაში, შესაბამისი სამსახურების მიერ ფაქტის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებელს დროებითი მასალით გადახურავს. დროებით ფიქრობთ, რომ გადავხურავთ საცხოვრებელ სახლს, თქვათ შესაბამისი პალატკებით, რომ წვიმამ არ გააფუჭოს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და შემდეგ უკვე გამოვლინდება ის თუ რისი რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ შესაბამისად. ასპინძის ქუჩაზე სახურავები გასული წლის ზაფხულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გონიუმ შეასრულა. კომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სახურავები ერთწლიანი გარანტიით დამონტაჟდა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ბრალეულობა დამტკიცდა, შპს გონიო ვალდებულია დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია მოახდინოს. განმარტავს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გელა დემეტრაძე. დაწყებულია გამოძიება ამის ფაქტის შესახებ, ალბათ დადგინდება ბრალეულობა თუ ვისი ბრალით მოხდა ეს და შესაბამისად ახლა იმ სამხრივი ხელშეკრულების შესაბამისად რაც გაფორმებულია ამ ასპინძის ქუჩაზე მდებარე ამ კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისას ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება ისე ვის იმას მოუწევს აღდგენა ამ სახურავის. შეიძლება თვითმმართველობამ სხვა ღონისძიებებით შეიძლება გაატაროს. აღნიშნული შემთხვევის გარდა ახალციხეში ძლიერმა ქარმა მანველიშვილის ქუჩაზე ხეძირიანად მოგლიჯა და იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მრავალწლიანი ტირიფის ხე შუაზე გადატყდა და VAZ-06 მარკის ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი დააზიანა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა აქაც დაახლოებით 13 საათზე მოხდა. მოხდა დაახლოებით 1 საათი, პირველ საათში მოხდა. ხალი იყო მოტეხა ხე. და ეცა ტრანსპორტ გაფუჭდა აგერ ჟიგული, გაფუჭდა მარშრუტკა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია ასპინძის ქუჩაზე ზარალის აღრიცხვას ახდენს. გამგეობის პირველი პირის განმარტებით ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.